აგროსტოპი სამეგრელოში ხშირად მოგზაურობს, ახლა შემოდგომა და ჩვენ შემოდგომის სამეგრელოში არ გვიმოგზაურია. ჩვენ თარგამეულში, სოფელ თარგამეულში წავალ თარგამეულის მარანს ვესტუმრებით. პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, როგორც იცით, ჩვენი მეგობრები გვერდებიან, ჩემი მეგობარი არის საქმიანი ვიზიტით სამეგრელოში და უნდა დაურეკო და უნდა თუსალია, უნდა შემოვიერთო, ცადოთ, იქნებ და გაგვიმართლოს და ეცადოს, რომ ჩვენთან ერთად იმოგზაუროს. თან მეგრელია, თან მეგრულ ღვინოზე ბევრ რაღაცას მოგვიყვება. დიანა, როგორ ხარ? ნათი. როგორ ახარ? აბა, ეხლა თუ იცი მე სად ვარ? აი მე სამეგრელოში ხარ? შენ სამეგრელოში კი? რასაბობ, მეც აქ ვარ. მინდა რა თარგამეულის მარანში მოგიპატიჟო. მეც არ მინახავს და ძალიან მაინტერესებს. დაახლოებით 1 საათში შევხვდეთ. აუცილებლად გადავიკვეთოთ, რა თქმა უნდა, მარტვილში. მარტვილის ცენტრში. ხოდი შეგხვდები, გელოდები მაშინ. დროებით. კაცნი, კარგად. ეხლა მარტვილში ვარ, დიანას ველოდებით. დარეკა რომ წუთი-წუთზე მოვა. და ერთად უნდა გავუყვეთ გზაც, აი დიანაც მოვიდა. კორონული სალამი. დიანა ჩემსავით შიდა ტურიზმს ძალიან მხარს უჭერს, ჩემსავით გამოგზაურობს და ყვება ამბებს ჩვენი ტურისტული ობიექტების შესახებ. დიახ, კიდევ ერთხელ ჩემი კოლეგა ჟურნალისტიკაში, კომუნიკაციებში და ჩემი დიდი ხნის მეგობარი, წავედით. ძალიან გამიხარდა და ისეთი ამბავი მითხრა ნათიამ, რომ ისეთ რაღაც მაგარ ბიჭთან მივდივართ თუმე. კი. რომ აუცილებლად ამას როგორ გამოვტოვებდი. თან მეგრული ძველი ვაზის ჯიშები აქ აღდგენილი ამ ადამიანს და ყველაზე მთავარი იცი რა არის? არას არ მინახავს ღომის ღომი. იცი რა ღომი დათესა? რას ლაპარაკობ? ღომის ღომი არც მე არ ღომის ღომი უნდა გაგაკეთებინო შენ მეგრელს. მე უნდა გავაკეთო ღომის ღომი? არ მიჭამია სხვათა შორის არასდროს. არც მე არ მიჭამია. რანაირი მეგრელი ხარ და ფქვილით ვაკეთებ ჩემო. ხო და ეხა დაიწყო ნიკამ ღომის დათესვა. და როგორი გემო აქვს? არ ვიცი, ძალიან მაინტერესებს ვიზუალურადაც როგორია. ყანებშიც წაგუყვანს ღომის ყანებში. რას ლაპარაკობ? ეს ნიკა რა ყოჩაღი ყოფილა და მე რატო არ ვიცოდი აქამდე ამის შესახებ და ჩვენ აი ამიტომ აგროსტოპი რომ გამოგზაუროთ. ჩვენ ყველანაირად მხარს დაგიჭერთ, ხო იცი, ზრდაა ყოველთვის. ტურიზმის მხარდასაჭერად მუდამ ხმალამოღებული იბრძვის. ნამდვილად ეს ყველგან და ყველაფერში იგრძნობა. ნიკა ფარცვალიასთან ვარ სტუმრად თარგამეულის მარანში, დიანა, ჩემი კოლეგა ყველა სფეროში, ჩემი მეგობარი. მე ძალიან მიხარია რომ ნათია მეგრელი თანწამყვანი წამოვიდა. ისე ხო არ მოვიდოდი. ჩემი ოჯახი ძირითადია მეღვინეობით და მევენახეობით დაკავებული. ჩვენი სოფელი არის სანერგი, პატარა მცირე სანერგი მეურნეობა, დაახლოებით 25 ოჯახამდე ამხნობს ნერგებს და მთლიან სამეგრელოს ვამარაგებ ჩვენ. აღდგენილი ვაზები მიდის ამ ოჯახიდან. რა თქმა უნდა, ეგ თქვენ ხართ ერთ-ერთი პიონერები ამ საკითხში. ეგრე გამოდის. ძალიან კარგი. არ არის, ეს არ არის. მეგობი ძალიან თავდაბალი მასპინძელი ყავს. ამბავი იწყება 2012 წლიდან, მაშინ როდესაც ნატურალური ღვინის მცნება ძალიან უცხო იყო. სამეგრელოში მართლა უცხო იყო, იმიტომ შეიძლება ოჯახებში ყენდებოდა ღვინოები, მაგრამ ესე როგორც წარმოებაში არ იყო. ან თავიდან დავიწყო 200 ბოთლი. მე მეორე წელს 500 ბოთლამდე და დღესდღეობით არის საერთო მარანი, რასაც გვაქვს მე და ზაზას ან ესე კიდე არის ჩვენი მეგობარი არის ძალიან უმთავრესი რეგიონში არის ქეთო ნიმიძე. ჩვენი მეგობარი ქეთო, მოგკითხვა ქეთოს. რევოლუცია. ძალიან ახლო მეგობარი და ძალიან წარმატებული ქალი მეღვინე. რაც მთავარი და ხასასასწრელია. სალომე და დიანის შემდეგ მართლა ქალი მეღვინე სამეგრელოში. თანამედროვე სივრცეში. თანამედროვე და ეს ძველი ერთად არის ძალიან შერწყმული აქვს ერთად.
ძალიან კარგად და ძალიან წარმატებულად დაართმევს თავის საქმიანობას თავს. მივიწყებული კორხული ვაზის ჯიშები მიდის ამ ოჯახიდან, ირგვება, იმრავლდება და დღეს ჩვენ რო კარგ ღვინოს ვამთ, აი ამ ადამიანების დამსახურება. ინტერესი დიდია, ჩვენც უნდა ვნახოთ ახლა ეს ყველაფერი, სად ხდება, სად იკრიფება, საიდან მოდის თქვენი ყურძენი. გაგიწევთ კიდობაც ჩემს პატარა საკოლექციო. ხედავ როგორი ესეთი თამამი დაამაყია უკვე. ძალიან სასიამოვნოა რომ ყვება იმ ამბობს რომ რაღაცა კიდევ ინტერესი არსებობს და ჩვენ ალბათ ბევრჯერ მოგვიწევს აქ ჩამოსვლა. ნამდვილად. ეს არის ჩემი პატარა საკოლექციო ვენახი, აქ არის 3 ჯიში გაშენებული, კოლხური ჯიში, აქ არის ოჯალეში, მაჭყვატური, ეგრეთ წოდებული მაჭყვადინა და არის ჭვიტილური. საუკეთესო. აუ, მართლა რამხელადები აქ. კარგი მოსავალი გაქვთ. ეგ არის სრულიად ორგანულად მოვლილი ვენახი და შეწამული ყველა ბიოლოგიურ სულთა პრეპარატით არის შეწამული, რომელიც ყველასთან. კარგ მოსავალს ელოდებით. დიახ, წელს არის კარგი მოსავალი. მარანი ცეზოში გქონიათ ახლოს სახლის წინ. კეთილი იყოს ჩემი ფეხი. კეთილი იყოს ჩემი როგორი მარანი გქონიათ. რა სურნელია. ეს არის პატარა ჩვენი მარანი, სადაც არის ქვევრები, დამთავრებული სხვადასხვა ზონის ქვევრები არის. დიან აკეთებენ ნატურალურ ღვინოს. მცირე წარმოების არიან ჯერ. თუმცა დიდი გეგმები აქვთ. კორონას რო ხელი არ შეეშალა დღეს უკვე ამერიკის ბაზარზე იქნებოდა თქვენი ღვინო, მაგრამ იმეც ვიტოვებთ, რომ კიდევ უფრო ბევრ სხვა ქვეყანაში გავა. 2012-დან დავიწყეთ ღვინის წარმოება გადავწყვეტეთ და ჩვენმა მეგობრებმა ერთად სამეგრელოში. ეს იყო უცხო ხილი ძალიან. ეზოში ყოდა შენარჩუნებული ძველი ვენახი 100 ძირი და ამისგან დავაყენეთ 250 ბოთლამდე. თავიდან ყველას გვიკვირდა რომ აი ესეთი ღვინო ჩვენთვისაც უცხო იყო რა. ძალიან დიდ პასუხისმგებლობა იყო რა. როგორი ფერადი ეტიკეტი გაქვთ? ეგ არის ბიო ნატურალური ღვინოების ეტიკეტი. ეს არის მდინარე ტეხურა, აქ არის სოფელი ჩვენი და განლაგება არის ჩვენი სოფლის. დღეს რამდენ ბოთლს აწარმოებთ? დღესდღეობით არის დაახლოებით 1500 ბოთლამდე არის 3 ჯიში. ეგ არის რო იცნოდეთ? ოჯალეში მაჭყვატური, ეს არის მაჭყვადინა და ეს არის კიდე ჭვიტილური, რომელიც წელს გვექნება შემოსხმაში წელს გქონდა 2009-ში გქონდა რამოდენიმე ბოთლი. წელს დავაყენებთ დაახლოებით 200 კილომდე გვექნება ყურძენი, ეს ასtildeად რა თქმა უნდა. მარნის ბაზარი არის საქართველოს პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი ქართველი და უცხოელი სტუმრების ვაკმაყოფილებთ. ბაზარს, ქართულ ბაზარს მოთხოვნას აკმაყოფილებენ, როგორც ჩანს. რეგიონის ხრივ გავთვალოთ რა როგორც. რეგიონზე გაქვთ უფრო გათვლილი თქვენი წარმოება? რეგიონზეა გათვლილი, იმიტომ რომ ეს რეგიონში ეგ ვიყავით პირველები, ანუ არ მიყვარს ამ სიტყვის თქმა, მაგრამ პირველები ვიყავით რა თქმა უნდა, რომ დავიწყეთ ეგ წარმოება. დღესდღეობით არის რამოდენიმე მარანი. ყველაზე კაი საღვინო ჯიშები არის ოჯალეში, ჭვიტილური და მაჭყვატური, ეს არის ყველაზე მაგარი, ეგუძგურიც არის ყველაზე კარგი. და ამას ვაპირებ, რომ ეს მცირე წარმოებით სხვებსაც მიცე მაგალითი, რომ შესაძლებელია კარგი ღვინის დაყენება, ნატურალური მცირე წარმოებით და აყენებთ ქვევრში. და კიდევ ერთი ფაქტორი, დიან ნიკას არ მოაქვს სხვისგან ყურძენი, ის არ ყიდულობს და მხოლოდ მისი ვენახებიდან არის. მაქვს დაახლოებით 6 ტონამდე ქვევრი. ჯერჯერობით ეგ ვაკონსერვებ რა რო თქვა ესე მხრივ, იმიტომ რომ სანამ ჩემი ყურძენი არ მექნება მანამდე არ ვაპირებ ვინმესგან რომ ვიყიდო, იმიტომ რომ დობის საკითხია რა, იმიტომ რომ როგორც მეუღლი ორგანულად, როგორც ქიმიური დანამატების გარეშე, როგორც ბიოლოგიურად სულთა პროდუქტს, აი ეს მინდა რომ სხვებმაც ნახონ და სხვებმაც განავითარონ ამ მხრივ. გამიგია რაღაც მიკროკლიმატი არსებობს, სადაც უნდა ეს ყურძენი გაახარო. აქაც ასეა? რაღაც კონკრეტული ადგილები. დიახ, ეგ არის მიკროზონად წოდებული, როგორც სიტყვას სალხინო და თამაკონი, თარგამეული ეს არის თემი, შემავალი თამაკონი. ჩვენ ზუსტად მაგ მიკროზონაში ვართ ახლა. მიკროზონაში ხარ, სადაც ეგ ჯიშები იყო ადრე გავრცელებული და დღესაც ვაპირებ, რომ აი ამ სოფელი, ჩვენი რეგიონი, სამეგრელო, აი ეს დარაიონება მოხდეს ამ ჯიშების და ყველა რაიონში იყოს თავის შესაბამისი ჯიშები, რაც ადრე იყო გაშენებული სამეგრელოში. მეგონი უნდა დავაგემოვნოთ.
თარგამეულებს გავუმარჯოს. მარანს. და ამ წამოწყებას გავუმარჯოს. გაიხარეთ. საინტერესო წამოწყებას, რასაც ნიკა მისცა. როგორი ალუბლის ტონები აქვს? ეს არის 2018 წლის იყო ქვევრში 3 თვე მქონდა ჭაჭას დაყენებული. და მგონი კლერტის garaში. დიახ, კლერტის garaში ხდება. მე უკვე დავსპეცი. დღესასწაულია. ნამდვილად დღესასწაულია. დღესასწაულია ნამდვილად. საოცარია. ანუ ამის ალკოგოლი არის 11 და 5. ეს არის ღომის ღომი, რომელსაც დიანა გააკეთებს, რომ მივალთ ჩაზელს. ნახოთ ერთი როგორი მეგრული მასტერკლასი ჩატარება შეუძლია. მინდა გითხრა, რომ ჩვეულებრივ ღომს ძალიან ხშირად ვაკეთებ და ეხლა რა უნდა იყოს ღომის ღომი ისეთი, რომ მეგრულმა ხელმა ვერ ჩაძა. პირველ რიგში უნდა ნახოთ როგორ გააკეთებს დიანა ღომის ღომს, მერე გადავინაცვლოთ და ჩვენც დავაგემონოთ, წავიდეთ. ვერ ვითმენ, ძალიან მაინტერესებს. და მინდა რომ ჩემი მასტერკლასის შესაძლებლობები გაჩვენოთ ღომის ჩაზელასთან სისხლის დაკავშირებით. ყივილი აქვს დიანას. ეს მასკამი დაპირება ნანინა პურარედო მაგთალიანა ღომი თუხთუხებს. ეხლა უნდა ამას თვილი უნდა მოაყაროთ ზედ, როგორც ეს არის ღომი, მცენარე ღომი, რომელიც იყო მე-16 საუკუნემდე გავრცელებული. შუა ცეცხლზე კეთდება. ადრე შუა ცეცხლზე იყო, მერე ცოტა თანამედროვეობაში გადმოვედი ბუხარი გავაკეთეთ. აბა დიანა, მთელი საქართველო გიყურებს, არ გეშინია. არა, იმიტომ რომ ეს არაერთხელ ასე ვთქვათ, ღომი არაერთხელ ჩამზელია, რა. ოჩახიან. მეგრილეს მაინც სისხლი გიყივით ხოლმე, მეგრულ საჭმელს რა დაინახავთ. იმდენად ავთენტურია ჩვენთვის, რომ მე არ მეგრულება საერთოდ არც ერთი მეგრელი. მეგრელმა შეიძლება მეგრული არ იცოდეს, მაგრამ მე მეგრული ვიცი. თორე ღომის ჩაზოლა რო არ იცოდეს, არ არსებობს. ნიკა, ეს იქნება სივრცე, სადაც მასტერკლასებს გამართავთ. რა სერვისს შესთავაზებთ ტურისტებს? მარტო კოლხური ჯიშის ღვინოები და ასევე ცოტა პატარა რაოდენობით რო გაასინჯოს ისე კერძები, კოლხური კერძები, როგორ მზადდებოდა ადრე სამეგრელოში. ანუ ავთენტურობა დაცული იქნება. ყველაფერი იქნება დაცული, როგორც სიტყვაზე დეგუსტაციის დროს მისაყოლებლად ეს პატარ-პატარა კერძები. ახლა ჩვენ ვინც გვისმენს, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ ღომის თავთავი გაგიზიაროთ ნიკამ უსასყიდლოდ თან. აუცილებლად უნდა დაატესტონ და გასინჯონ. ძალიან კარგი სუნი აქვს და ნიკა იმდენად დიდი ინტერესით გვიხსნიდა ყველა პროცესს, რომ დარწმუნებული ვარ თვითონ მცენარე და ძმის მეგობრებს მეღვინეებს ძალიან ესეთი გულდასმით უხსნის და ანდომებს. მეგონი უნდა გადავინაცვლოთ და ეს ყველაფერი დავაგემოვნოთ. დანარჩენი იქ უნდა გავაგრძელოთ. გამოგვყავით, ახლა გეტყვით რომ რამდენად გემრიელი იყო ღომის ღომი. უნდა გამოვაცხადოთ ჩვენი სუფრა. აუცილებლად გომორწგვა. გომორწგვა სამარგალო. მეგონი ეს ყველაზე კარგად გამომდის ეს მეგრულად ეს სიტყვა. გაუმარჯოს. კარგი მოსავალი და ბევრი ღვინო და მუსიკა თქვენსკენ. ბარაკიანი შემოდგომა ქონოდეს მთელ საქართველოს სამეგრელოს და აქედან სამეგრელოდან დანახული საქართველოს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. Sisa dura magutu ando vado ura. Sisa